მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მე-18 ამოცანის განხილვას. მოცემული გვაქვს, რომ y უდრის 4-ს, ეს არის სიმეტრიის ღერძი და ასევე x უდრის -2-ს, აი ამ ABCD მართკუთხედის. ახლა ჩვენ გვთხოვენ, რომ ვიპოვოთ ამ მართკუთხედის პერიმეტრი, თუ a წერტილი მესამე მეოთხედში მდებარეობს და მისი კოორდინატებია m და n. ეხლა როგორ ვიქცევით? უნდა ვიპოვოთ ჯერ AB-ს სიგრძე და AD-ს სიგრძე იმისათვის, რომ ვიპოვოთ პერიმეტრი, ხო? ეხლა დავაკვირდეთ, რისი ტოლი იქნება AD. რისგან შედგება AD? ანუ თუ კოორდინატი არის პირველი x კოორდინატი m, მაშინ აი აქეთ ამ მხარე რაც რჩება, ეს უნდა ავსახოთ, ანუ y ღერძთან გადაკვეთის წერტილიდან d-მდე მანძილი. ეგ უნდა გამოთვალო, რომ დაუმატო m-ს, ხო? ეგ მანძილი რის ტოლი იქნება? რეალურად m-ს რომ გამოვაკლოთ, აი ეს ხო -2-ში იყო ეს წრფე. -2-დან y ღერძამდე 2-ია მანძილი, აქეთაც 2 არის მანძილი, ხო? ანუ 4. m-4, m წერტილს რომ გამოვაკლოთ, ანუ m კოორდინატს, რაც გვრჩება აქეთ მანძილი, იგივე უნდა იყოს იქეთაც, ხო? ეს არის. ახლა რაც შეეხება AD-ს. AD-ს შემთხვევაში n კოორდინატი არის, ანუ y კოორდინატი, ხო? n სიგრძის. ახაც იგივე რაღაცას ვაკეთებთ. აი ამ OX ღერძთან გადაკვეთის წერტილიდან A წერტილამდე მანძილს ვეძებთ და მაგას ვუმატებთ n-ს. ანუ n პლუს n-ს -8 იქნება, იმიტომ რომ აქ 4 იყო, ხო? ეს 4 აქეთ არის, 4 ზევით არის. აი ასე მიიღება. ანუ გამოვიდა 2n-ს -8, ზევით კი 2m-ს -4. ხა ჩვენ რომ ჩავწეროთ პერიმეტრი, ზოგადად პერიმეტრი არის გაორკეცებული ჯამი სიგრძისა და სიგანის, ამიტომ შევკრიბოთ 2n-ს -8. აბა ვნახოთ რა გამოგვივა. ისევ ესე 2m-ს პლუს 2n, 8 და -4 -12-ია. ეხლა ყველაფერი ეს ფრჩხილები გავხსნათ, 4m-ს პლუს 4n და -24 გამოვიდა პერიმეტრი. ანალოგიურად გაკეთდება D-ს შემთხვევაშიც. აბა დაწერეთ თქვენი ვარიანტები, D-ს როგორ ამოხსნით, თუ ამაზე რაიმე შეკითხვა დააგრჩათ და ვერ გაიგეთ და მაგიტომ ვერ ხსნით, ეგეც დააკომენტარეთ.